საუბრობთ კვების დარღვევის მიზეზებზე ბავშვებში. დღესდღეობით უამრავი ბავშვი და მოზარდი გვხვდება გარკვეული კვებითი დარღვევებით, რაც პირველ რიგში მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. რა არის კვებითი აშლილობა და მისი გამოწვევი მიზეზები ბავშვებში და როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ სწორი ჩვევა კვებისთვის ბავშვებს. ამ და სხვა შეკითხვებს ჩვენი გადაცემის სტუმარი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვიპასუხებს, რომელიც პირდაპირ ეთერში უკვე ხაზზეა. დილამშვიდობის, ქალბატონო ნატა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. დიდი მადლობა, რომ ჩვენ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ქალბატონო ნატა, რა არის კვებითი აშლილობა ჩვენ რადიო მსმენელს რომ განვუმარტოთ და მისი გამომწვევი მიზეზი ასევე ძალიან საინტერესოა ბავშვებში რა ხდება ამ მიმართულებით. კვებითი აშლილობა საერთოდ კრებითი სახელწოდებაა სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობებისთვის, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ წამყვანი არის საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. და ეს ყოველთვის კომპლექსურია აშლილობის მიზეზები და არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით განპირობებული. ეხლა ბავშვის ქცევები, ბავშვი მაინც ინფანტილურია, ხო? ამიტომ ბავშვის ქცევები პირველი მშობლები და აღმზრდელი პედიები, ბაბუები ან ძიძა პირველი სიმპტომები და ჩივილები უნდა ასე ტერმინი რო ვიხმარო დაიჭირონ მშობლებმა, იმიტომ რომ შეიძლება პედიატრმა იმ მოკლე დროში, როდესაც პედიატრი კონსულტაცია მიმდინარეობს, ეს ვერ დაინახოს. მაგრამ მთავარია, რომ როგორი ქცევის მოდელია ოჯახში. თუ ოჯახში არის ქცევის მოდელი, მაგალითად დედა მუდმივად დიეტაზეა, მამა იკვებება როგორც უნდა, ეს რაღაც ორმაგი ქცევის მოდელია, აქ ბავშვმა შეიძლება მიბაძოს ერთ-ერთ მშობელს, რომელიც უფრო ავტორიტეტია მისთვის. ანუ კვების მოდელის ფაქტორი განსაზღვრავს, როგორც ხვდები? კვების მოდელის ფაქტორი, ქცევის მოდელის ფაქტორი, იმიტომ რომ მშობლები ბავშვებისთვის არის ავტორიტეტი. და თუ მშობელი ერთს სთავაზობს ბავშვს და მისი ქცევის მოდელი სულ სხვანაირია, აი მაგალითად სიმარტივისთვის დედა ყოველდღიურად საკონდიტრო ნაძრად მსაუზმობს, მაგრამ შვილს ეუბნება, რომ ეს ცუდია და იმან ჰერკულესის ფაფა წყალზე მომზადებული ჩირით უნდა შეჭამოს. ამ დროს უკვე ბავშვისთვის ეს არადამაჯერებელია. ანუ ქცევის მოდელია გადამწყვეტი დასაწყისში. და მაგალითად როგორ იქნება, ანუ თვითონ უნდა მიირთვას ის, რასაც სთავაზობს ბავშვი. ყოველ შემთხვევაში ბავშვისთან დასწრებით ეგ უნდა იყოს. ისევე როგორც მწეველი მამა არ არის დამაჯერებელი, როდესაც ეუბნება ბავშვო, ნიკოტინი ცუდია და მოწევა ზოგადად ცუდია და არ არის ტრენდული, ხო? არ არის დამაჯერებელი. მე უნდა ვიქცეოდე პირველ რიგში ისე, რომ ბავშვისთვის ჩემი ყოველგვარი თხოვნა, აღზრდის ელემენტები იყოს დამაჯერებელი. და შემდეგ სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი ხა თუ ბავშვი ლანჩბოქსით მიდის სკოლაში და იქ რაღაცა ჯანსაღად იკვებება და სხვები დასცინიან, არც ეს არის კარგი ტონი, ხო? ამ ბავშვი რაღაცნაირად უკვე ვეღარ აცნობიერებს ეს სწორია, ეს არის რაღაცა ნორმალური და აი აქ ჩდება პირველი ეგრეთ წოდებული კომპლექსი, ან კომპლექსები, რომლის გადალახვა შესაძლებელია თუ მშობლები ამას მიაქცევენ ყურადღებას. თუ არა და უკვე ვითარდება რაღაც უფრო სერიოზული, უკვე ფსიქიკურ აშლილობამდე მისული მდგომარეობა. აი საინტერესოა, ეკრან დამოკიდებულება იწვევს თუ არა კვებით აშლილობას? ეკრან დამოკიდებულება შეიძლება იყოს ტრიგერული, ანუ როდესაც დავუშვათ ეკრანზე გადის რაღაც ისეთი ფილმი ან რეკლამა, სადაც არის სულ კვებაზე აქცენტი, ან ისეთი ძალიან სანახაობრივი სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტების რეკლამები და ამ დროს ბავშვი უჩნდება სურვილი იგივე გააკეთოს და მშობლები ამას აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ეს უკვე ეგრეთ წოდებული პავლოვის რეფლექსია, ვერცად ვერ გავექცევით ამ ჩვენს ბუნებას, ხო? ბავშვი ვერ აცნობიერებს ამ ასაკში, ვერ აკონტროლებს ვერც მადას და ვერც თავის
წოდნას მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს რაღაცა კონტროლი, ეს ყოველთვის მისასალმებელია, უნდა იყოს გარკვეული დრო, როდესაც ბავშვი საუძმობს ან სადილობს ან ვახშმობს უფროსებთან ერთად, ყველანი ერთად არიან ამ დროს არ შეიძლება იყოს რაღაცა აი შიზოიდური მდგომარეობა, რომ ბავშვი შესულია მთლიანად ინტერნეტში უყურებს რაღაცას და ვერც კი აცნობიერებს რაც ჩანს. რომ კითხო იმ მომენტში შეიძლება ვერ გიპასუხოს, ეს იყო ტკბილი, მარილიანი, რა პროდუქტიც ვერ დაასახელო შეიძლება. ასეთი ხშირია, ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი ქცევა. ქალბატონო და ეს ისეთი თემაა ზოგადად რომ ჩემ შემთხვევაში სპორტთანაც ძალიან ახლოსაა და კავშირშია და კიდევ საინტერესოა თქვენი აზრი ამ შემთხვევაში რომ აი ბავშვთა კვებაზე რო საუბრობთ ვარჯიშამდე თქვათ როგორ უნდა შეძლოს მშობელმა მის კონტროლი რომ თუნდაც ისეთი საკვები მიიღოს რაც მას სიმსუბუქეში ხელს არ შეუშლის ანუ ვარჯიშამდე მისაღები საკვები აი ეს როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ მინიმუმ 1 საათი იქნება შვალედი, მაგრამ უნდა გითხრათ 1 საათი მინიმუმ რატომ იცით გააჩნია ბავშვი რა დატვირთვით ვარჯიშობს, რომელი სპორტის სახეობა ან რომელი სისტემაა ვარჯიშის ზოგი იოგაზეც დაყავთ პატარები ზოგი ცურვაზე ძალიან მახარებს ის რომ დღეს თბილისში ხო სხვა ქალაქებში არ ვიცი სამწუხაროდ როგორი ტენდენცია მაგრამ თვითონ სპორტული აი ეგრეთ წოდებული ტრენერები ხო ინსტრუქტორები თუ როგორ თქვია ამ ხრივ ძალიან კარგად არიან ამ ცნობიერება მაღალია და იციან აი ესეთი დეტალები ზოგადი რჩევები ყველაფერი არის მოწოდების სიმაღლეზე და ბავშვი როდესაც დადის და იცის რომ თავისი მწვრთნელი თუ ვინც იქნება იმასთან შეთანხმებით აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია მშობელმა როგორ რა დროს კვებოს რომ მიიყვანოს და მაქსიმალურად დაიხარჯოს ბავშვი და შედეგი მოიტანოს ამ ვარჯიშმა ეგ შეიძლება იყოს 1 საათი, შეიძლება იყოს 2 საათი, არ ვიცი ახლა ინდივიდუალურია. მაგრამ კარგად დანაყრებული რომ ვერ ივარჯიშებს, ამაში ალბათ ძალიან მძიმედ იქნება მარტივად ვთქვათ. არანაირად არ შეიძლება კი. რა ასაკის ბავშვების მომართვენობა გახშირდა და რას უჩივის მშობელი? საინტერესო რა მოთხოვნა აქვს ხოლმე? მე იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ პედიატრი და ვარ ექიმი ნუტრიციოლოგი, მაგრამ ისე გაიზარდა მოთხოვნა რომ 6 წლიდან უკვე ბავშვებს ღებულობ. წესით არის კიდე ცალკე პედიატრიული ნუტრიციოლოგია, მაგრამ მაინც ძირითადად მშობლებს აქვს მხოლოდ ერთი თხოვნა, რომ აი როგორ მივაჩვიო ბავშვის ჯანსაღ კვებას, როგორ გამოვიმუშაოთ ეს ჩვევები. ეხლა სხვადასხვა აშლილობებზე არ დაგღლით მე ბევრი არის ნერვული ანორექსია, ბულიმია, კიდე არის აი პატარებს ახასიათებს ეგეთი პიკა ქვია, კიდევ ერთი აშლილობა, რომელიც არა საკვებ ნივთიერებების მიღებით ხასიათდება, მაგალითად მიწას ღებულობს ბავშვი, თიხას ღებულობს, სარწაპობს, ხახავს. აი ესეც ყურადღება მისაქცევია, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ინტოქსიკაცია გამოიწვიოს ამან, მაგრამ ყველაზე უფრო რაც ხშირია თინეიჯერებში უკვე აი 12 წლიდან, 13 წლიდან, განსაკუთრებით გოგონებში და ეხლა ბიჭებიც არის ორთორექსია. ეს არის ანორექსიასა და ბულიმიასთან შედარებით ნაკლებად ცნობილი და აღწერილი კვებითი აშლილობა, მაგრამ მასაც შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. და მამაკაცებში და ქალებში თანაბრად ემართებათ, ანუ არ არის ასეთი სტატისტიკა, რომ ეს ქალების თემაა უფრო. ხშირია ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში რისკი. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ვეგანსა და ვეგეტარიანელს ემართება, მაგრამ რისკი მაღალია. ეს არის ორთორექსიით, მოდით ასე ვთქვათ, მდგომარეობაში რა ემართება ადამიანებს. ერთი შეხედვით ამ ადამიანს აქვს ქცევა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ორივე შემთხვევაში ხორი ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად იკვებება, ჯანსაღი ცხოვრების წესია, მაგრამ აქ ნახეთ რა განსხვავება არაჯანსაღი მისწრაფება აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. დიახ.
ესე იგი უამრავ დროს კარგავს ანოტაციის დაკითხვაზე, პროდუქტების ყიდვაზე, მერე მისი მომზადების წესზე, როგორ მოამზადა, რამდენი ჭამა. ფაქტობრივად მთელი დღე მოცულია ამ თემით. ავიწყდება სწავლა, ავიწყდება მეგობრებთან ურთიერთობა თუ ეს გაღმავდა. და სიმპტომები არის რომ საკვების რაციონიდან დიდი ჯგუფების გამორიცხვა, ჯერ რძის ნაწარმი, ან ცხიმებზე ვარი, მერე ხორცზე ვარი, მერე რაღაც კიდე ნახშირწყლებზე ვარი. ბოლოს ახსენდებათ, რომ ნახშირწყლები ხილის სახითაც ცუდია. აი, აქ უნდა მშობელმა მიაქციოს ყურადღება. ეს ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესებით როგორ იყენებს ან თავის ემოციებს როგორ აკონტროლებს. როგორ აკონტროლებს აი ამ დღის რაციონს, იმიტომ რომ უკვე ისეთ ასაკში, როდესაც არის ახალგაზრდა, რომ სკოლაში თავისით მიდის, მეგობრებთან გადის, რაღაც მიდიან ერთად აუზზე, აქ უკვე მშობლები ვერ გააკონტროლებენ, რაცა უნდა უყვარდეთ თავიანთი შვილები. იმიტომ რომ არის ყოფილა შემთხვევები, გაადანა ლანჩბოქსით რაღაც ჯანსაღ საკვები, მაგრამ ბავშვმა ჩათვალა, რომ მაღალკალორიულია და არ შეჭამა. და იქ გამოტოვა სადილი, გამოტოვა ვახშამი. აი აქ არის ძალიან დიდი საფრთხე. მოზარდებში ჭარბიწონა ასევე საკმაოდ გახშირებული მოვლენა. ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ვთქვათ, რომ მომრავლებული სწრაფი კვების ობიექტებია, თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, თუ ისინი დოზირებული არ არის და ბავშვი სკოლის შემდეგ თავისუფლად რაღაც გარკვეული თანხით, რომელიც აქვს აუცილებლად, ხო, ეხლა ასეთ ქალაქში ვერ იქნება ბავშვი უპულოდ, შედის, ყიდულობს და ეს სისტემური ხასიათია და შეიძლება მშობელს აქცეუბნება, ან ავიწყდება, ან იცის დაისჯება ამისთვის, ან შენიშვნას მიიღებს და სისტემატურია, მერე უკვე ის ხო არ არის ჯანსაღი კალორიები და ამიტომ შიმშილის გრძნობა, იზრდება გამოწყოცნილი ინსულინის ხარჯი და შემდეგ ეს შეიძლება იყოს მეტაბოლური და ნივთიერებათა ცვლის ზოგადი დისფუნქცია, შემდეგ ამას მოყვას რაღაც პათოლოგიები და ერთადერთი რაც ყველაზე საგანგაშოდ მიმაჩნია, ძალიან პატარებს დაიწყოთ უკვე სტრიები, სხვადასხვა ფერის, ეს არის იმას იმუნური და ენდოკრინოლოგიური სისტემა უკვე ძალიან დიდ საფრთხეშია და მშობლები რა თქმა უნდა ამას აცნობიერებენ, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ. ზედმეტად გააკეთონ აქცენტი, პირიქით არ შეამჩნიონ. აი ოქროს შვალედი, ფსიქოემოციური ფონიც ისეთია, რომ ოქროს შვალედს ვერ პოულობენ. აკრიტიკონ გარეგნობის გამო, შეუზღუდონ პროდუქტები. აქ არის მშობელი დაბნეული. შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს თავის პროფესიაში, მაგრამ არ იცის როგორ მოექცეს. ისედაც სენსიტიური, ისედაც გრძნობიარე ბავშვს, რომელიც ასაკშია, ჰორმონები, ყველაფერი რთული ასაკი აქვს. აი როგორ ელაპარაკოს? ისე რომ დაუმტკიცოს, რომ მეგობარია, უნდა დაეხმაროს და არ არის კრიტიკოსი, მშობელია. და აქ კიდე არის ყველაზე საშიში ის, რომ ნახეთ მშობლები პატარები რო არიან და ცუდი მანდა აქვს, ერთი კოზი მამას ხათრით, ერთი კოზი დედას ხათრით, ანუ ზალით კვება. ზედმეტი კვება. მე შეზღუდვა პროდუქტებში, ამას ნუ შეჭამ. შენმა მაგალითად კლასელები ყველა გამხტრებია. აი შედარება არის საშინელება. აკრიტიკებს გარეგნობის გამო, ანუ შეფასებას აძლევ, ხო? ჭამის ტვითავ აძლევ მობილუს, აძლევ პლანშეტს, ტელევიზორს, იმიტომ რომ ჭამოს და მოკლე დროში დაამთავროს, იმიტომ რომ მშობლებს სამსახურში აკლიანდება. ან კიდე ყოველდღიური რეჟიმის არ ქონა, ეხლა არშია, მაგრამ მოშიბდა საღამოს რაღაცა 10 საათისთვის და 1 საათში უნდა დაიძინოს, იმიტომ რომ ხვალ სკოლა. ეგ ყველაფერი რო გროვდება, უკვე ბავშვი არის უმართავი. ქალბატონო და წერან საუბრობდით ინსულინის შესახებ, ასევე ისაუბრეთ იმაზე, რომ მშობლის კარგი მაგალითი არის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი. აი კონკრეტულად ტკბილზე როგორ შეიძლება ბავშვი ფსიქოლოგიის მართვა ამ შემთხვევაში, რომ აი თქვათ, რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მიიღოს თავიდანვე, რომ მერე და მერე არ გართულდეს უკვე ყველაფერი.
ტკბილეული უნდა იყოს ბავშვის რაციონში მაქსიმალურად ნატურალური სახით. და დოზირება, ხო? ხილის ჭირი და აუცილებლად თუ მიდრეკილია ბავშვი ჭარბი წონისკენ და ეს კარგად იცის პედიატრის წყალობით მშობლებმა როგორია გენეტიკური განწყობა, როგორ იმატებს ბავშვი, როგორი წონით დაიბადა, რა ანამნეზი აქვს. პედიატრი ყოველთვის ეუბნება, რომ ბავშვს უნდა კონდეს კვება ასეთი და ასეთი. მაგრამ თუ ეს გამოდის პედიატრის კომპეტენციიდან და არის რაღაცა უფრო სერიოზული თემები, მაშინ ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, იმიტომ რომ დედა მიცოდეს სად არის ის ოქროს შვალეთი. საერთოდ ნახშირწყლების გარეშე ბავშვი ვერ შეძლებს ვერც მეცადინეობას, უბრალოდ დაკარგავს ინტერესს კვების, იმიტომ რომ ბავშვებს უყვარს ტკბილი, ბავშვებს უყვარს რაღაცა. ესეც შეიძლება გაუგოთ რაღაც ისეთი მოვამზადოთ მარტივი. ეხლა ჩემს ოჯახში 3 ბავშვია და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისეთი მოვამზადოთ, რომელიც თან გემრიელი იქნება, თან დაბალკალორიული და თან კარგად დაანაყრებს. ამისთვის საჭიროა დრო და რაღაც გამოცდილება, ხო? რომ ისე ძალიან რთულია ეხლა. და თუ შევაჩვიეთ, ერთხელ შევიყვანეთ, ორჯერ შევიყვანეთ, სამჯერ შევიყვანეთ, წავახალისეთ, ბავშვი ეჩვევა. შემდეგ არის ადილებს, მაგალითად, შეჭამა რაღაცა დიდი რაოდენობით ტკბილეული, არის ადილა. ნუ ვეღარ დააძალე. მერე ვახშამით შევაგდო, მაგრამ დილის წინ რაღაც მოუნდა, მაგალითად, ტკბილი სითხე, ანუ წვენი ან რაღაცა. როგორ დაიძინებს ბავშვი? უამრავი ნახშირწყლების შემდეგ, ეს ხო შეუძლებელია. ეს მათთვის იგივეა, რაც ნატურალური ყავის შემდეგ ემართება ადამიანს. აღზნება, ენერგიაზე მოდის და დედა ეუბნება, რომ უნდა დაიძინო, იმიტომ რომ ხვალ ამ ბაღში ან სკოლაში აღზავათ მიყავს. აქედან გამომდინარე, კვება ჩვენ უნდა ავიყვანოთ იმ ხარისხში, რა ხარისხში აყვანილი გვაქვს განათლება ბავშვების. ყველა მშობელს უნდა რომ კარგი სკოლა იყოს, კარგად ასწავლონ, პედაგოგების დონე მაღალი იყოს. აი ზუსტად ამ დონეზე უნდა ავიყვანოთ ჩვენ კვება. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სკოლაში რა არის ნახშირწყალი, რა არის ცილა, რა არის ცხიმი, რატო გჭირდება საკვები, რატო უნდა ვიფიქროთ საერთოდ, როგორ მართოთ ემოცია, როცა მოგშვიდება. აი ბავშვობიდან თუ ამას მივაჩვევთ, მერწმუნეთ რომ რაღაცა ერთ თაობაში უკვე არ იქნება ასეთი სერიოზული პრობლემები, რომლებიც ეხლა ძალიან დიდი დოზითაა და აქ უკვე ნუტრიციოლოგიც არ არის საკმარისი, ხანდახან ფსიქოლოგიც არის საჭირო, რომ ემოციების მართვა ის. მე მაქვს ნანახი, რა დღეშია ბავშვი, როდესაც მშობელი არ აძლევს იმას, რაც უყვარს. ნანახი მაქვს. ეს არის ძალიან ემოციური ლაბილური ფსიქიკის ბავშვი, რომელიც პირის ხმაურობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბოლოს მშობელი დანებდეს და ან იყიდოს, ან მისცეს თუ აქვს. ეს ძალიან დასაფიქრებელი ის არის შევა ბავშვის და ნუ ახლა რა თქმა უნდა ამას უნდა დროც რაღაც გარკვეული განათლებაც ამ ხრივ და მერე ამის ყოველდღიურობაში გამოყენება. თეორიული ცოდნა ერთია და პრაქტიკა მეორეა. ქალბატონო ნატა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის, დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და უღრმეს მადლობას კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ჩართვისთვის.